გამარჯობა, ეს TV პირველია, უყურებთ ახალ ამბებს 5-ზე, მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. გაუშვებს თუ არა რეჟიმი გვარამიას ციხეში. თეატრი ლუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაწყებულია. გვარამიას გირაოს გადასახდელად ვადა 7 ივნისამდე აქვს მიცემული, თუმცა დღეს პროცესზე მისულმაც დაადასტურა, რომ გადახდას არაპირებს გირაოს გადახდა არ იქნება, ეს სიტყვები თქვა ნიკა გვარამიამ, ვიდრე შევიდოდა სასამართლო პროცესზე. გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ გადახედონ, დღესო გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა, მაშინ გადახედონ, ჩემს ამის მნიშვნელობა არ აქვს. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდეს მე ხო ეს უნდა დამთავრდეს. ამას გარდა ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენების მიცემა მოთხოვეს. მართალია სულ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო, იმიტომ რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩებში და ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დაუშვებ. ვიცი რომ დანაშაული არ ჩამიდენია ისე რომ ჭირდებოდეს ჩადენის დროსაც იურისტი ვარ და შემიძლია რომ კვალი არ დავტოვო თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს მე არ ვტოვებ. მე მოვედი გუშინ განსხვავებული შარულით და დღეს ზუსტად ეგერთია საქართველოს პროკურატურა. მას უნდა შემოიტანა 500.000-იანი გირაო და ეს ვიცოდით ჩვენ, მაგრამ შემოიტანა 80-იანი, მაგრამ საერთოდ რატო შემოიტანა გირაო ეს არავინ არ იცის. როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია თუ მას ჭირდება აღკვეთი ღონისძიება, ისეთი აღკვეთი ღონისძიება შემოიტანოს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზნებს. ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი პატიმრობა, მაგრამ როგორი შარვალი მეცო კიდევ ერთხელ არა, კიდევ ერთხელ. მაშინ აი ეგეთია პროკურატურა ზუსტად ამ მოტივით, მოკლედ და კონკრეტულად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო, რასაც გილოცავთ და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ როგორც გუშინ ვთქვი, ბევრჯერ კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე. პირველი დამარცხება სახეზეა, რაც არ უნდა მოითხოვონ მე გირაოს გადამხდელი არ ვარ. ბრალდების ხარებში ბრალდებული პროგრამის ნახოს მომცემის საფრთხემ გირაოს ნახა განსაზღვროს 40.000 და გირაოს შედარება განსაზღვროს 30. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ შეეშინება თუ არა ჩემი პატიმრობის, ეგ არის მთელი საკითხი ანატომია ამ ყველაფრის რა და მე დავტოვე ორი გზა. ამ პატიმრობა ან თავისუფლება და ეხლა ეს მოსამართლე სამწუხაროდ მართალ გითხრათ რას გადაწყვეტს რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის არანაირი ხო ვითომ მომცა შეღავათი პატიმრობის მაგივრად გირაო და არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი მაინც არ გადავიხდი 5 ლარის რო არ ყოფილიყო გირაო არ გადავიხდი ეხლა პრინციპის ამბავია თქო უთხარი და რა ვიცი მოსამართლეს უთხარი რომ გირაოს არ გადავიხდი არ გამომიტანა თქო და რა ვიცი ეგით რამე არ გამიგია რომ გეუბნება ბრალდებული რომ არ გადავიხდი მაინც გამოგონო ამ შემთხვევაში არ გადავიხდი. პროცესის გამართვამდე ნიკა გვარამია საკუთარ პირობას აყენებს და ამბობს, რომ არ დათანხმდება სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებას, თუ ეს არ იქნება პატიმრობა ან დარბაზიდან გათავისუფლება. რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადაეცა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან დადგენილება პროტესტის ნიშნად დახია და განაცხადა, რომ მასში ბინების ეპიზოდი ნახსენები არ არის. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. აი ამ იდიოტიზმს. მე არ წავიკითხავ ძალიან გთხოვთ რა მიშვლით ხელს. არც წაკითხვას ვაპირებ ამის ხელმეორედ. ეს არის სამარცხვინო. არ მაინტერესებს. მე უთხარი რომ არანაირ გირაოს არ გადავიხდი და ეხლა თვითონ გადაწყვეტოს რა არის აღკვეთი ღონისძიება.
ხან რუსთავიორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ერთი თვის განმავლობაში ბევრჯერ თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის, თუმცა ნიკა გვარამიამ გირაოს ვადის ამოწურვის ბოლო დღეს შეიძლება ითქვას, რომ პოზიცია შეიცვალა და გადაწყვიტა კანონმორჩილი გახდეს. გირაო უკვე გადახდილია და შესაბამისი დოკუმენტები მისმა ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში უკვე წარადგინა. ნიკა გვარამიამ საჯაროდ დადებული პირობა შეცვალა და გირაოს გადახდის მიზეზად მოიყვანა ყველა. ოჯახით დაწყებული, მეგობრებით გაგრძელებული და საკუთარი არხის თანამშრომლებით დასრულებული. ბრალდებული გვარამია პატიმრობაზე უარს ამბობს და გირაოს გადასახდელად მიცემული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე კანონმორჩილი ხდება. მინდა თქვა რატო გადაწყვეტე გირაოს გადახდა? შეცვლილი გადაწყვეტილების დეტალებზე ნიკა გვარამია მედიასთან არ საუბრობს. მისი კანონმორჩილების შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელით შეიტყო. არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება. არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიდან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენინებით, იმიტომ რომ ვემორჩილებით თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები ამან ისი არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვეღარ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. პროკურატურას ვეუბნები. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი. ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში. ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა. მე არ მოგცეთ შესაძლებლობას არც ერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს. მაგას უბრალოდ ვერ და დაბალს არ. იმიტომ რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არავითარ შემთხვევაში. არანაირი შინაპატიმრობა, არაფერი სხვა. მე პირდაპირ გიცხადებთ ყველა თქვენს მოგონილ თუ შეტანილ აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნები წინასწარ. დავარღვევ ყველაფერს.